გვკლავს თუ არა ღამის თენება. ასეთი სათაურით აქვეყნებს BBC მასშტაბური კვლევის შედეგებს იმის შესახებ თუ რა ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის ქრონიკული უძილობა ცვლაში მომუშავე ადამიანებს. ჩამონათვალი გრძელი და დამთრგუნველია. ის განგაშის ზარია მათთვისაც, ვინც ღამეს საკუთარი სურვილით ხშირად ათენებს ან უძილობას ებრძვის. ვაკო კვატაშიძე 2005 წლიდან დღემდე აქტიური და წარმატებული დიჯეია. თუმცა იმ პერიოდში, როცა კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა და კლუბებში დაგვისას სისტემატიური ღამისთევა უწევდა, ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კვირაში დაახლოებით 5 ღამე მიწევდა ღამის თენება. დაახლოებით 2010 წელი იყო, არაფერი, ჩვეულებრივ ქუჩაში მოვდივარ და უცებ გავხდით სუდად. გავიდა 1-2 დღე კიდე გამიმეორა ანალოგიურად, პულსი ამიჩქარდა, გავთეთრდი. უკვე რომ მივმართე ექიმს, დამიდგინდა პანიკური ნერვოზი. ამინიშნა რაღაც ერთვიანი კურსი, ჩავიჯექი რაღაც რიტმში. ეხლაც ისევ აქტიურად ამ სფეროში ვარ, მუშაობ. შეიძლება მართლა მომიწეს, ეხლა მithmetes სახელმწიფო პერიოდში 2 თვე არ დამიძინია, მაგრამ რეალურად მაინც იმას ვაკეთებ, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ღამე აღარ გავატენო. პროფესიით ექიმი ინგა ბოჭორიშვილი პაციენტებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე უკვე წლებია 24 საათის რეჟიმში ზრუნავს. გარდა იმისა, რომ ღამის ცვლაში მუშაობს, მისი საქმიანობა რთული და სტრესულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე აბარია. ის საქართველოში ერთადერთი ქალი ინტერვენციონისტი კარდიოლოგია. ჩემი რეჟიმი მოითხოვს 24 საათიან მზადყოფნაში, სრულ მზადყოფნაში ყოფნას, თუმცა ჩვენ გვაქვს მორიგეობა, იმიტომ რომ ეხლა გვინდა არ გვინდა ადამიანები ვართ და გარკვეულწილად ჩვენს გაგვაჩნია ფიზიკური რესურსი. უძილობებს შესაძლებელია მივყავდეთ შფოთვამდე, მაგრამ ოდესაც ადამიანი ირჩევს პროფესია ექიმს, მას იმთავითვე გააშინარსებული და გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მას არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, მსუბუქი პროფესია. ქრონიკული ღამის თენებით გამოწვეული, ამა თუ იმ ჩივილების შესახებ არაერთ პოსტს შეხვდებით სოციალური ქსელების სამედიცინო ჯგუფებშიც. სამსახურის გამო დიდი ხნის მანძილზე ვათენებდი ღამეებს და გულის პრობლემები დამეწყო. ღამის თენების ფონზე დამეწყო დეპრესია, ჭარბი წონა, მენტალური აშლილობები, კუჭის წყლული. კუჭნაწლავის პრობლემები და კოლიტი დამეწყო ჯდომით სამსახურის გამო. ასევე ძვალსახსროვანი და ნევროლოგიური პრობლემები. 31 წელია ღამეს ვათენებ. არეული რეჟიმი რთული და სტრესული სამუშაო ხშირად იწვევს ძილის დარღვევებსაც. ექიმი ნევროლოგი ნიკოლოზ მალაშხია გვიყვება, რომ ამ პრობლემით პაციენტების მიმართვიანობა ბოლო დროს გახშირებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ღამის მორიგეობები, ღამის მუშაობის გრაფიკი, ამის შედეგად გამოწვეული ძილის დარღვევები აღინიშნება დაახლოებით 10-დან 40%-მდე ადამიანებს. ეს არ არის პატარა პროცენტი, ძალიან ბევრია. ქრონიკული უძილობა უკვე ახალგაზრდებშიც ძალიან ხშირია. ვთქვათ, მეხსიერებითი დარღვევები აქვთ, კონცენტრირება უჭირთ, ენერგიის ნაკლებობა აქვს და იზოლებული ხდებიან, რომ ეს შეივსონ სხვადასხვა, ვთქვათ, მავნე მასტიმულირებელი რაღაცებით, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მივყევართ. ექიმების თქმით, ღამის ძილი ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სუნთქვა და ჭამა. ხარისხიან ძილზე პასუხისმგებელი ჰორმონი მელატონინი თავის ტვინში სწორედ დაბნელებისას გამოიყოფა. დღის მანძილზე კი ქვეითდება. შესაბამისად, ბიოლოგიური რითმის დარღვევას შესაძლოა ჯანმრთელობის სავალალო შედეგები მოხვეს და სხვადასხვა მენტალური აშლილობების მიზეზი გახდეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი, ეს არის ქრონიკული დაღლილობა. შფოთვები, დეპრესიები, ხშირად მინახავს, რომ ადამიანს აქვს რაღაცა ემოციური დაძაბულობა, რომ დადგა ღამე და მე ახლა არ დამეძინება და ეს იწვევს მასში ისეთ ფსიქოემოციურ აშლილობას, რომ როცა ბრძოლისთვის ემზადება ადამიანი, ესე ემზადება ჩაძინებისთვის. ამას აკომპენსირებს კვებით. ტკბილი, თქვათ, ან რა ვიცი, რაც უყვარს. ეს თავის მხრივ იწვევს ჭარბწონიანობას. შემდგომ ამას მოსდევს ენდოკრინული დარღვევები და ერთმანეთზე არის აწყობილი ეს ყველაფერი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევისას ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანების ჯგუფები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ძილღვიძილის ციკლის დარღვევა იწვევს მეტაბოლურ აშლილობებს და ენდოკრინულ დარღვევებს. ის შესაძლოა გახდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების წინაპირობაც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მეცნიერები ექსპერიმენტისას 75,000 ცვლაში მომუშავე ქალ მედდას 22 წლის მანძილზე აგვირდებოდნენ. შედეგად ყოველი 10-დან 1 ექთანი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ღამე მორიგეობდა, ადრე გარდაიცვალა.
ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა, რომ ღამის ცვლაში მუშაობა იწვევს ტვინის უჯრედების დაქვეითებას. მაგალითად, 10 წლის მანძილზე ღამით მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების ტვინი ასაკთან შედარებით 6.5 წლით ადრე დაბერდა. მათ ასევე განუვითარდათ ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერების და სწრაფად აზროვნების პრობლემები. ადამიანის ორგანიზმს აქვს ორი ძირითადი ციკლი. ეს არის სწორი კვება და მონელება და ძილღვიძილის ციკლი. როდესაც ერთი ირღვევა მეორეც. მსოფლიოში უამრავი პროფესიაა, რომელიც ღამით მორიგეობას მოითხოვს. მათ შორის ისეთი საპასუხისმგებლო, რომელზეც ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. ამ რეჟიმისთვის თავის არიდება რთულია, თუმცა ექიმები რისკის შესამცირებლად პაციენტებს ურჩევენ. დააბალანსონ ცხოვრების წესი სამსახურს მიღმა, იკვებონ ჯანსაღად, ივარჯიშონ და უარი თქვან მავნე ჩვევებზე. დამსაქმებლებს კი მთელ მსოფლიოში თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვის მოვალეობა აკისრიათ. სპეციალისტების თქმით, ზიანის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სულ მცირე 2 დასვენების დღე. ბიოლოგიური რითმი, ბიოლოგიური საათი, ანუ ცირკადული რითმები, ეს არის ჩვენთვის გენეტიკურად დადგენილი რეჟიმი, რომელსაც თუ ავეწყოთ, ვიქნებით უფრო მხნე, უფრო შრომისუნარიანი და თუ დავარღვიეთ, ბევრი პრობლემები წამოვა და ამაზე ალბათ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც თავარია, ყველა ასაკობრივ ჯგუფს და მე ალბათ უფრო მოზარდებზე და ბავშვებზე უნდა ვისაუბრო, როგორც ბავშვთა ნევროლოგმა, აქვს თავისი განკუთვნილი საათების რაოდენობა ძილის. ეს იწყება ახალშობილობიდან 16-18 საათიდან და მოდის მოზარდობის ასაკამდე, სადაც მინიმუმ 8 საათი უნდა ეძინოს ახალგაზრდას იმისათვის, რომ დილას იყოს სრულყოფილად შრომისუნარიანი და მოქმედი. რა თქმა უნდა, ეს შორს არის რეალობისგან და თქვენც ახსენეთ დასაწყისში, რომ დღეს 6.5 საათი ძინავთ და ეს განსაკუთრებით სადღაც 10-12 წლის ზემოთ ახალგაზრდებს ახასიათებთ და აქ არის რამოდენიმე მთავარი სინდრომი ძილის დარღვევის. ერთი არის სწორედ აი ცირკადული რითმის დარღვევის სინდრომი და მეორე არის დაგვიანებული ძილის ფაზის სინდრომი. მოზარდებს ყველაზე ხშირად ეს აქვთ დაგვიანებული ძილის ფაზის სინდრომი, რაც გულისხმობს, რომ იძინებენ 3-4 საათზე, იღვიძებენ 12 პირველ საათზე და გონიათ, რომ რადგან იგივე 8 საათი მათ დაიძინეს და შეასრულეს ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ მათი ძილი იყოს სრულყოფილი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელ მსოფლიოში D ვიტამინის დეფიციტი არის საყოველთაო და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, იმიტომ რომ როცა მზე ამოდის, მაშინ ჩვენ უნდა გვეღვიძოს და როცა ბნელდება, მაშინ ჩვენ უნდა გვეძინოს და თუ ამას არ შევასრულებთ, იგივე D ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი წყარო ესეც არის. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვასწრებთ სრულყოფილ ღვიძილის პროცესს და როცა ბნელდება, ჩვენ ორგანიზმში გამომუშავდება ის ნივთიერებები, მათ შორის მელატონინი, რომელიც გვიბიძგებს ძილისკენ და ჩვენ აქტიურად ვებრძვით ამას და ვარღვევთ ჩვენს ბიოლოგიურ რითმს.